Გავმარჯოს საღვამშვილობის სულ ყველას. Მაგრად მეცინება გეფიცებით. უბრალოდ ვერ დავიწირებ. ეხლა დავამთავრე ისპანახის გაკეთება და მე და ნინოს რიგი გვაქვს აბანოში. აი ეს ლაივში რო გადაგეკეტათ ზოგს თვები როგორ აქვს. ნინომ გამიკეთა. ერთი და იცი კიდე უნდა იყოს. იყოს სადღაც. არა, აი, აი ეს დამშლი, ნახე. და აქედაც დამშლი, ეს ერთი თოთისო დამჭა. ეხლა თმები უნდა შევიკრე, იმიტომ რომ უნდა შევწვა თევზი. სანამ თევზი შევწვავ, ტვერსასრუტს ჩავარდა. თევზს რო შევწვავ, ჯერ დინომ დავაბანო, მე ხო და როგორც ვატყობ, ის რისი გაკეთებაც მსურდა, ვერ ვაკეთებ და ვერ ვასწრებ. და ალბათ ნახე ეს როგორ აქიცი, დაწუნულები კიდე დაწუნულია. იმიტომ იყო რომ ვერ გავიგეთ აღარ ვერაფერი. ხო და რა ვიცი როგორ იქნება რა. ხვალე არის მარტყოფობა. სამწუხაროდ მუშაობ მე და ალბათ იმ ცერემონიალებს და რაღაცებს ვერ დავესწრები, რომელიც წარდება ხოლმე ძირითადად შარშან კლუბში იყო წვიმის გამო, ხვალ წვიმა არ არის და მე მგონი წირვის მერე მარტყოფის ველზე გავლენ, ანუ სადაც მარტყოფის ბრძოლა მოხდა. იმას რა იშველება? ხო და არ ვიცი ხა რომელ საათზე და ხვალე სავარაუდოდ გვიანობამდე ვიმუშავებთ. ერთი ის მიხარია რომ მე მგონი ჩემი ძმა მუშაობს ხვალე და მანქანით ვიქნებით. ხო და თუ არ ვიმუშავე გვიანობამდე და წამოვედი, ანუ და თუ მივედი რა იქ. იმიტომ რომ მიხმარება იქ სუფრის გაშლა, ალაგება და რაღაც ეგეთი თემები იყო შარშან ოღონდ კლუბში ვიყავით და კაი დროც გავატარეთ სხვათა შორის. სადღაცას მგონია რომ კიდე მაქვს აი ხო და ხვალე თევზით ხსნილია და შანსი არ არის რომ ადრე წამოვიდეთ. კიდე კაი კუხნა რომ მორჩი აჯებსანდალი. ნანულასავით კი არა ხო ნანულასავით ხო და მაროში როს ვაჯებსანდალს ვაგებ. ისპანახი რომ გავაკეთებ აპირებდი შესვლას აბანოში და მე გამახსენდა რომ თევზი უნდა შევწვა ხვალ ბავშვებს ხვალ ისთვის. ხო და წარმოვიდგენი რაც მომივიდოდა ხო იცით თევზი შეწვის დროსაც ახდება და მე აბუეტმა ისიც ეგ კიდე ცოტა ადრე ვერ გავითვალისწინე და გაზი გავხეხე. ხო წარმოვიდგენიათ რაც მოვა იმ გაზს. ეს დავიდი ხა შემოქროლით ვიყავი და ყავადავლია აი ძალიან სიწყნარეში არავინ არ იყო ოთახში საერთოდ არავინ არ მოძრაობდა არ დადიოდნენ და არც არაფერი და არავის არ მიშლი და TikTok-ზე ვყურებდი რაღაცებს და თან სვალი ვიყავას. ნახე ერთი ვიდეო რომელიც არ მესიამოვნა. არ ვიცი შეიძლება ბევრმა თქვენგან ვანახეთ 13 წლის გოგოს როგორ ჩაგრავენ ქუჩაში აბულინგებენ ხა ახალი სიტყვა ხო გვაქვს და ანუ რაღაცა ეს დახვედრები და რაღაც რა და იმედია მაგას ცოტა კარგად რეაქციას რა ვინც საჭიროა გამოთქვავს თუნდაც მშობელი თუნდაც ის ორგანოები რომლებსაც ეხება ეს ყველაფერი და საკმაოდ კარგად დაიჯებიან ისინი, რომლებიც ასეთ რაღაცას აკეთებენ. იცი რა მიკვირს კიდე? აი მივდივარ ვიღაცის დასაჩაგრად. ამ ყველაფერს ვიღებ. ანუ აი სამი წავედით რა. ორმა სცემამ მე გადავიღე. ან ერთმა სცემამ ან მე ვცემე, ან ვიღაცამ გადაიღო. და ეს აიტვირთა. ანუ ატვირთეს. რატო ვტვირთაო? ხო ვერ მეტყვი. ანუ თან ხო იცია რომ ეს რო აიტვირთება ყველა ვარიანტში რაღაცა რეაქცია და რეაგირება იქნება.
და არც კარგი რეაქცია არ ექნება და არც საშუალო. საკმაოდ მძაფრი და ისეთი. მე წარმოვიდგინე ახლა ესეთი რაღაცა, ესეთი ვიდეო დაიდოს ჩემ შვილზე. ხო გადავიმტვრიე მოხზე ის ვიღაცა, რომელ იმ ორგანოებს დაველოდო, რა ქვია, რაღაცა პოლიცია, მილიციას და რაღაცა. არა აქ მნიშვნელობა ხალხო, ვისი რა ბრალია რა არის, ბავშვები არ ყოფილი ვართ, ყველასთან მეგობართანაც მოგვსულია ჭუბი, კლასელთანაც მე მაგალითად მომსულია ჭუბი, თან ისე კაი ხელჩართული. მაგრამ აი ესე ქუჩაში რო რაღაცა და ვინმეს დაეჩაგო და რაღაც, რა ვიცი, მე არ მახსოვს ეგეთი რამე, რომ აი მაშინ მიუხედავად იმისა, ისეთ ეგეთ რაღაცეებში ვეხვეოდი ხოლმე. ეგეთი რამე არ შემიჩნევია და თუ შევამჩნევდი ხოლმე ერთხელ იყო პატარა 1 წლით პატარა ჩაგრავდა ჩემს 1 წლით დიდს, ანუ რაღაც რა ვიცი, ხო ხდებით როგორიც იყო და აი მანდ გადამეკეტა და მახსოვს მაგის გამო სკოლაში დედაჩები დაიბარეს. ოღონდ არ ვიტყვი. არ მიყვარს ეგეთი რაღაცები რა და მაგ დროს ხდები ძალიან უკონტროლო. არაადეკვატური. ანუ აი ქუჩაში რომ მიდიოდეთ ეგეთი რაღაცა დაინახო, აი არ ვიცი, ალბათ გადამეკეტება. ოღონდ მართლა. ხო და არ ვიცი რა ის რო დებენ, აი ეს აზრი ვერ გამომაქვს, რომ თან ცემეთ თან გავარტყი, თან შევაგინე, თან ეს დავდე? რატო რას ემსახურება ეს? არ ვიცი, ეს ხალხის უგადაირი. მართლა. კიდე ხა მეორე. ერთი კაცი აღმოაჩინე TikTok-ზე, რომელიც ლაპარაკობს რა ქვია, სხვა თემა რა. მანქანის პრავა არა. მართვის მოწმობა რომ უნდა აიღო. ხო აბარებ ჯერ ბილეთებს რა თქმა უნდა და კაცია გაგიჟებული, ანუ წლებიო ბილეთებს ვასწავლიო და ეხლა რაც ანუ ხო კაი ხანია ეს ბილეთები არის და რაღაცები ჩამოვაკლეს, რაღაცები დატოვეს, მოკლედ. გაგიჟებულია კაცი. სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი. მაგ საკითხში ვერ ვიყავი, კარგად იცით თქვენ. რაღაცა ბილეთები წავიკითხე და რაღაცა დასკვნამდე მიმიყვანა ამ ბილეთები. მალევე შევხვდა ამ ბილეთთან დაკავშირებული ტესტი, რომელიც გავაკეთე და აღმოჩნდა ტყუილი. კაცო გამიკვირდა. ეხლა ნახე როგორი რაღაცა იყო, მაგალითადო მანქანასო რომ წინა და უკანა ეგრეთ წოდებული ფარები არ უნთია და გაუფუჭდა ღამე. რომელ ადგილზე აქვსო გადაადგილების უფლებაო რა, ანუ არ ანათებს არ წინან, ანუ აქვს თუ არა უფლებაო, რომ როგორ გზაზე უნდა გაიაროსო და რო წავიკითხე და რაღაცა მოკლედ აქვს უფლება, რომ გაიაროს ისეთ გზაზე, სადაც არის ხელოვნური განათება. ნუ გავიგე. გავიაზრე მივხვდი. ხო და ისა. სინამდვილეში იმ პროცესში ერთ-ერთი ბილეთი შეხვდა ზუსტად ეგ და მე ვთხარი ეს ხო ვიცი. და სწორი პასუხი იყო ეგ. ეხლა მეორეს გეტყვით. ბილეთი ესეთი. ეკრძალება ხატია ესეთი რაღაცა, მანქანა არის, რომელიც ღამე მიდის გზაზე და ხელოვნური განათება ეგრეთ წოდებული ლამპიონები ანთია. ანუ რო აქვს უფლება ეგ. და ეხლა წერი ესეთი. ეკრძალება თუ არა ღამის დროს მანქანას გადაადგილება, როდესაც რაღაცა წინა და უკანა ფარები არ აქვს. ანუ იგივე გავაკეთე უკვე. ესე იგი არ ეკრძალება, იმიტომ რომ იქ უნდა გააწითლა. პირველი შემთხვევა იყო ეგ, რომელიც ვერ მივხვდი, ანუ ერთხელ ანალოგიურზე თანხმობა მითხრეს და მეორე ტესტზე ეგეთ უარყოფით. ზუსტად ეგ შემხვდა ის კაცი რო ამბობდა, რომ გადაირიეთო ხალხო. მოსწავლეების კი ხვდები, ანუ ჩემი მოსწავლეები მაგ შეცდომა და შეცვალეთო, იმიტომ რომ სწორეს როდესაც ხაზავენო და სწორეს როდესაც აფიქსირებენო, შეცდომით უწითლო. ანუ მე ვაფშე არაფერი არ ვიცოდი საერთოდ და მე გამიკვირდა და კაცი გაგიჟებული. და სხვა შორის თბილისში ძალიან ბევრ ადგილას ეგრეთ წოდებული აი ეს ნიშნები რო დგა, ხო იცით? მოძრაობის წესები თუ რაღაცა მოკლედსად
გადასახვევისად გზაჯვარედინისად გასწრობა რო შეიძლება თუ არ შეიძლება ეგ ყველაფერი ძალიან ბევრ ადგილას შეცდომით ადგა არამც თუ იჭრება ადამიანი არამედ ჯარიმებიც მოსდით თურმე ოღონდ იმას კი არ ნიშნავს რომ შეცდომით დადის მძღოლი არა იქ სხვანაირად არის და მაგის მერე გუში კვდებოდა ეს კაცი ცილით რომ ორ ადგილას მიველია და ეს ნიშნები უკვე შესწორებული იყო არ ვიცი რა ის არის ხანინოს დაუწახო თუ ჯერ თევზი შევწვა მოდი ჯერ თევზი შევწვა და მე ნინოს დაუწახო მაინც გამწადოს ბანანს მიირთმევს წავალ მაშინ მე გამოვზადებ ტაცაცმელს და ამასობაში რა უნდა იმ თევზის შეწვას რა სწრაფად ნინო ეხა თევზი შევწვალ და იბანავებ შენ ივანი ხო არ მოვიდა იცი რა მაინტერესებს კიდე აი აქ ოთახში ეს რო აი აქ უნდა იყოს და ეს რო აქ უნდა იყოს მეკრობა კი არა ანუ მარტო ჩემთვის თუ არ და რისთვის ვიყიდე ხო არ მესმის რისთვის ვიყიდე ჩამოვიღოთ ახლა ასაცი ეს შარვალი ეს რა ხდება აქ აი ღმერთო ჩემო რა სადაც მისწვდა იქ მიაგდო რა ზედამეთა აქ რა ხდება ესეც ეს რა ჩემი არგენტა ჩინი მაიკები რაღაც ეკაკეთ უდევს აი შარვალი გახია სპორტის გაკვეთილზე ეს არის სტრეიჯი ჯინსი და ადამიანა რა საკმაოდ კარგად ხმარობს ამ ჯინსს თან არის რეზინაზე და კაფუჭა მუხლიც დაიზიანა და შარვალიც და ესეთები მქონა ხოლმე ძალიან ბევრი და სულ ამეებში გამოვიყენე ანუ წებოვანია დათუნია და ქვემოდან ეს შევაცურე ხელით ამოატრიალი და უთო სადებზებოდან რა და ანუ რო გაირეცხება ეს არ მოსწრება და თუ მოსწრა კიდე არა პრობლემა ისე უთოთი დაატრა ხო და ესეთ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე ეხა მოხიზე დათუნია უბრალოდ გასარეცხია და იქ შეუდია ისე ვაიდედა ეხა გვაქვს კიდე მაიკები ერთი მაიკა და ესეთი მაიკა სად არის დაბადებიდან მოცემ ხოლმე ესეთიც უნდა იცოდე და ესეთიც არ ვიცი მე ვეღარა ვარ კარგად თუ всё ეს გავამზადე ეხლა შემიძლია წავიდე თევზზე თევზთან და ვიჭორაო წაღარ მომწერეს რომ ლაივი საღამოზეც ჩართირაო და არა მგონია ლაივი კაი ხან ჩართო კიდე ამიტომ რომ რა ვიცი რაღაცნაირად არა მგონია ნინო ეს ხო გასარეცხი იყო და რატო არის ზემოთ აროს წაიღებ შენი ბანანიც და ეგეც არ დაგითარებია და ისა წამოვალ მეც ესეც ვერ დავამთავრე მაგრამ წეგან დამწერეს ისეთ რაღაც რომ მე მგონია სიმკვეთრე აკლიაო და მართალი ხარ იქაც მოგწერე სიმკვეთრე აკლია მაგრამ შესაძ ეს სველდება რა კიდე პირველი ის რომ ვერ აღიქვავს ანუ კამერა ვერ აღიქვავს ამის თან შორიდან თუ დაგანახე
ხო და ეს რო დასველდება, ეხლა როგორ მინდა რომ განახოთ. არჩება თუ აქვს ამას ეგ ეფექტი. თმის ლაკს. აი, ამას უკანა მხარეზე განეხავთ, არ უნდა რომ წინა მხარე ისაუქნა. აი, რამბოსთვის უყურეთ. აი. ასე მოუვა წინა მხარესაც. ეხლა ეს ესე დარჩება. კი არ თვითონ ეს ლაკიც კაია რა, იმიტომ რომ ამ სულ ეფექტს ტოვებს, იმიტომ ხმარობ ამას საროჭკებზე, რომ ამუქებს. ანუ როგორც ამას ეს გაამუქა, იგივე მოხდება აქეთ. ესე ამოიტანს რა ნახატს. და აი ამას ცოტა სიმკვეთე აკლია, ამაში გეთანხმებით. კაი არის რომ გაშერა უფრო კარგად გამოჩნდა, ნახეთ სად ამის სიწითლე. სად ამის? არა აქვს კარგად ამოსული სიწითლე და ამას აუცილებლად იმასვე უბრალოდ ეხა მართლა აღარ მაქვს ამის ის ახალიდან გავშალო რა. ხო, ტორსასრუტი მინდოდა. მინო ეს საბანია თუ რაღაცა მანდადე. არემ ტორსასრუტიც გამოვაბრძანოთ. ავასწრებთ ტერიტორია რომ ხვალა მუშაობ. ხო, მინახეთ სადავანთოთ რომ დაინახოთ თუ აქეთაც ავანთო. მაინახე შენი ყვითელის, აქეთაც ხო გაყავდა რამდენია. აქეთაც ხო ყავდება, ეს ვარდისფერი, აქაც ვარდისფერი. ეს ჩემი წითელი აღანა უნდა გაყავდეს ეხლა და ერთი სული მაქვს რომ აი კარგად გაიშალოს და კარგად განახოთ. კარგად. მე კვირას 4-ში აღდგომა 4-ში ზუსტად 2 კვირაში ჩვენ სოფელში არის აპარნობის დღესასწაულია. ვინც ძველები ხართ და მიყურებთ, ყველას გეცოდინებათ. ანუ მეორე კვირას, პირველ კვირას ყובה ცხოვრობა და რამდენჯერმე იყო მცდელობა რომ კვირას ცხოვრების დღესასწაულიც როგორც აპარნობა ისე ყოფილიყო, მაგრამ ხო იცი მაინც ხალხი რასაც არის უჩვეული. ხო და კვირა დღეა, როგორ ვეხუტები ამას. მძიმე არის და საკმაოდ ისე მოყავს რა. და აუცილებლად წავალთ. თან ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ხო და აუცილებლად წავალთ და თქვენს წაგიყვანთ რა თქმა უნდა. ეხლა ამას დავდებ. მაგრამ ისა მინდა რომ გარემ ჩავიტანო, ფილტრი გავასუფთავო, რომ კარგად აიღოს. ისე ამისთვის ერთი ვიდეო უნდა ის მექნა რა. ამ ტორსასრუტზე, იმიტომ რომ რამდენიმე მიყიდა და რამდენიმე ფიქრობს რომ იყიდოს. დამაგვიანდა სხვა შორის ამის ახსნა განმარტება, მაგრამ არა უშავრა. ეხლა ეს არის ნახე როგორ ტვიანი ძია აქვს ამას წმენდა რო არ მოგატყუოთ სადღაც ყოველ მესამე დღეს რა, იმიტომ რომ ეხლა ყვა დაასრულებ წარაბარა. არ ურეცხავ წმენდა ვსველი ტილოთი, ესე გარშემო რომ ოთახში მიდგა და მტვიანი და ბუნგლიანი ხوار იქნება. ეხლა მას ნახე რა ხელაჭიქა აქვს და რამდენი საიდან აგროვებს ოღონდ მართლა არ ვიცი. ანუ ის ძველი ტორსასრუტი რომ მქონდა, გამოდის ისე რომ კი ხედავდი რომ ტორს იღებდა, მაგრამ აი ამის სიმძლავრე იმასთან აი საერთოდ აი არ ვიცი, აი მისატანია რა ახლო. ანუ გამოდის ისე რომ მე ადამიანები აქამდე ვიწსახლი რა. ეს იხსნება ორნაირად. ხა ესე მოვატრიალებ. ერთი არის რომ აი ეს იხსნება, სადაც ნახეთ აი აქ უყურეთ როგორ დაიგროვა. ამას ვაცლი ხოლმე და აქეთ. როგორ დაიგრო ეს, რომელიც უნდა დაცალო და არ ეხები სხვანაირად. ხო და ძა კარგად დავაფარო, იმიტომ რომ ეს თუ კარგად დავაფარე, იმას ვერ ავხდი. და ეხა მეორე, რომ ამის ფილტრი ირეცხება, კაი ეგ არის. უბრალოდ მე არ გამირეცხია, ესე ბაღთან სეტკარ გვაქვს, გავასუფთავებ ხოლმე ხელით რაღაც და მე ეს სეტყაზე ესე მივარტყავ ხოლმე. აქვს ესა რა ქვია, ბუბკა, ჩვეულებრივი ბუბკა, რომელიც იჭერს მატორში რო არ შეიტანოს მტვერი და
იმდენად ბევრ იმდენად ძლიერია რომ მაგრად იღებს მტვერს, აი მტვრის ნაწილაკებს იღებს მაგრა და ამიტომ შეიძლება ხოლმე ვერც დასუფთავების დროს იმდენად გავსოს მტვრით რომ თვითონვე ხვდები ხელში აი ისედაც ჯანიანად აღარ მიაქვს მტვერი და მაშინვე ხვდები და ისა ხვდები რომ გასაწმენდია და ან ერთი ეგ მეზარება ხოლმე სინამდვილე რო გითხრათ რომ შეიძლება ერთ დასუფთავებაზე რამდენჯერმე მომიწიოს გაწმენდა რამდენჯერმე ნუ ერთხელ ყველა ვარიანტში ესე ხდება აი ესე და ფილტრი არის აქ ეხლა ნახეთ ეს არის ორჯერ გამოყენებული მარტოდ რაც დალაგდა იმის მე და იმედია ოთახი უკვე მართლა მალე შეიკვლება წელს რომ აი ეს ყველა მხრიდან რომ ჩამოდის და ამოდის მტვერი ეგ აღარ იყოს და ეხლა გოგოების ოთახში რომ მარტო იატაკზეა ხოლმე რაღაც როგორ მიხარია იცი რა მტვერი იყო ხოლმე ეხლა ნახეთ აი მას აწევ ხა დავყარო რა უშო ხოლმე დავალაგო შეხედეთ ეს არის ჩვეულებრივი ბუკა და აი ეს მტვრის ნაწილაკები რაღაც ეხა ამას ამღვიღებ ხელით გავაცუდებ მივარტყავ კარგად სეტკაზე რომ სუდასცვიდეს არ მინდა რომ დავასველო წარამარა რაღაცა ნუ ბუკას კი შოვიდე რაღაცა არ მინდა ეგ ამბავი არა ჯერ საჭიროება ის რომ გარეცხო ყოველ დღეს რო ვერტყავ საჭირო აღარ არის და მართლა კაია რა და თუ ეს გაივსო და ანუ რო ასუფთავებ უკვე ხვდები აი მოჭიდება არა აქვს ეს რო გასასუფთავებელი ნენე ჯანი აღარ აქვს და იქაც გინთებს წითელს ანუ სატრიალო მარეგულირებლის ქვემოთ სადაც დენის 220 ვოლტია წერია იქ გინთებს წითელს ჯერ ვერ მივხვდი რატო ანთო მეთქით მე მეგონა გითხარით კიდეც გახსოვთ რომ სავარაუდო დენი არ ყოფნის მეთქი არა დენი კი არა მატორი განიშნებს რომ ვეღარ მუშაობს ჭირდება დახმარება და ამიტომ აი ეს უნდა ასუფთავოთ ხოლმე ერთი ეგ აქვს ცუდი რომ ეხლა რომ დავასუფთავებ ერთოდ მოვჩები სულ რაღაც მაგრამ და ეგევე შევიტან დავდებ რომ უბრალოდ მეზარება მეორეთაც ჩატანა და რაღაცა და აი მეორეთ რო იმას ვიზავ შეიძლება ერთი ოთახი ვერ დამასუფთავებინოს ზედიზედ რა და მაინც მომიწევს ერთი ეგაა ის რომ გეზარება რომ ეს ჩადიადი მე მეზარება რომ ჩადიადი და თუ ბინის სიტუაციაში იყენებ ძალიან კაია ნადვილად შედის ტახტის ქვეშ მოძრაობისთვის და მოკლედ რა ასე რომ წავედი ახლა მე ამას დავცლე გავასუფთავებ და შემოგიერთდებით ალბათ ნახოთ თუ ის დავამთავრე დიდათ იმედი არ მაქვს მაგრამ მაინც თუ მოვახერხე და დავამთავრე განახებთ რა თანც რატო ვერ მგონია რომ ვერ დავამთავრებ არა მაქვს ჯერ წარმოდგენილი და განსაზღვრული როგორ ვაკეთებ რა არის მერე და რის გვერდებზე უნდა დავაკრა და დავაწებო და მაგიტო თორე რა პრობლემა არის ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე